ჩვენ დაბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, ჩემი სტუმარია ბატონი ალთანდრო დემეტრაშვილი. ბატონო ავთო, როდესაც საუბარია ვთქვათ, რომ პრეზიდენტს ექნება უფლება ახალი კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით, რომ თუ გაჯიუტდა პარლამენტი და ასე ვთქვათ, არ დაამტკიცა მთავრობა, რომ არ დაშალოს და არ მოუწოდოს, რომ თქვათ რაღაცა კარგად მოიხსნეს, მოდით ასე ვთქვათ. პარლამენტის გაძლიერებაც იყო ერთ-ერთი ამოცანა იმ ცვლილებების, რომელიც უნდა შევიდეს. პარლამენტს რამდენად გაუადვილდება, ვთქვათ, ნდობის არ გამოცხადება, ანუ უნდობლობის გამოცხადება მთავრობისთვის, ან თქვათ იგივე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენს კონსტიტუციაში იმპიჩმენტი პრეზიდენტის, მაგრამ იმდენად რთულია, რომ უბრალოდ წარმოუდგენელი რაღაცა ფრაზა კი არის, რომ აი შეიძლება ამდენი ხელმოწერა საჭირო, მერე იქ უნდა განიხილონ, მაგრამ პრაქტიკულად ეს რო არც არ განხორციელდება საქართველოში, ფაქტია. პარლამენტი რამდენად ძლიერი იქნება, რომ რაღაცა ზეწოლა მოახდინოს მთავრობაზე, მის პოლიტიკაზე, ან იგივე პრეზიდენტზე. Ну, მოდით, მაშინ კონკრეტულად ვიტყვი, რის ხარჯზე ძლიერდება პარლამენტის როლი, იზრდება მისი როლი. Ну, პირველი მთავრობის ფორმირებაში იგი გადამწყვეტი მონაწილეა, გადამწყვეტი სუბიექტია. თუ უნარო არის, მაშინ ასეთი პარლამენტი უნდა დაიშალოს. თუ არ არის უმრავლესობა პარლამენტში, არა მხოლოდ მთავრობის ფორმირება, კანონის მიღებაც გაჭირდება. კონტროლიც გაჭირდება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. სხვა ფუნქციებსაც ვერ განახორციელებს, თუ არ არის მყარი, სტაბილური, ну, ყოველ შემთხვევაში ნახევარზე შემადგენლობა მაინც ერთად მოაზროვნე ერთი ან პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტი. ასეთი პარლამენტი არც უნდა არსებობდეს ჩემი აზრით. ამიტომ მთავრობის ფორმირებაში მას შესაძლებლობა ეძლევა. კი ბატონო, არ გამოუცხადა უნდობლობა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურას. თვითონ აირჩიეს. თვითონაც ვერ აირჩია მაშინ უკვე. ნუ თვითონ ვერ აირჩია, უნარო არის ეს. ნუ იცით რატომ, იმიტომ რომ მე მახსენდება აი ეს ძველი ჩვენი კონსტიტუცია, სანამ ცვლილებები შევიდოდა 95 წლის კონსტიტუციას გულისხმობს, სადაც თქვათ არც პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, რომ პარლამენტი დაეშალა და პარლამენტსაც ახლა მაინც და მაინც პრეზიდენტის უნდობლობის გამოცხადება არ შეეძლო და ეს იყო ახსნილი იმით, რომ ისინი განწირულნი იყვნენ თანამშრომლობისთვის, რომ უნდა ეთანამშრომლოთ, მაგრამ ნუ რაღაცა დრომდე ამან იმუშავა და მერე შევიდა ის ცვლილებები, რაც შევიდა. დაშლის ან უნდობლობის გამოცხადება ეს აუცილებელ თანამშრომლობას რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ ვარ დააყენებს ჩვენ შემთხვევაში. ესე იგი ხელისუფლების დანაწილება რამოდენიმე კომპონენტს ითვალისწინებს. ერთ-ერთი არის ის, რაზე თქვენ ახლა ამბობთ, ეს თანამშრომლობა ხელისუფლებებს შორის, მაგრამ თავარი ჩემი აზრით, მაინც შეკავების მექანიზმებია. შეკავების მექანიზმები. თუ არ იქნება შეკავების მექანიზმები რეალური, მაშინ იგივე უზურპაცია მოხდება ხელისუფლების რაზმის მთავრობა შეიძლება მთავრობა მაიღოს უზურპირება რა ბრამშელბა რა ქვია არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ყველაზე მეტად საშიში არის პარლამენტის ტირანია პარლამენტის ტირანია ამიტომ უნდა კონდეს მას საშუალება პრეზიდენტს უნდა კონდეს როგორღაც მოაგვაროს აი ეს საკითხი დაარეგულიროს არბიტრის ფუნქცია შეასრულოს გარედან დგომი პიროვნების ფუნქცია შეასრულოს. და თუ არ ვშთები პრეზიდენტი რომელიმე პარტიის წევრობა თუ ირჩევენ აღარ უნდა იყოს თუ ეს აღარ არის. ნუ ეს ჩვენ პროექტში უკვე აღარ არის. უმრავლესობა უარი თქვა, ყოველ შემთხვევაში ვენეციის კომისია ჩვენ ეს არ გაუგზავნეთ. მაგრამ მე ვაპირებ ამ საკითხის კვლავ წამოწევას შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელიც გერმანიაში ჩატარდება. არ ვიცი როგორი იქნება სხვა შორის არც საერთაშორისო ექსპერტები მაინც და მაინც იწონებენ ამას. მოთხოვნაზეც არ არის. ზოგი ამბობს რომ ეს დააზიანებს მის არბიტრის ფუნქციას. დააზიანებს, მას არ ექნება უფრო ეფექტური საშუალება იმოქმედოს თავის პარტიაზე. ამიტომ ამ თემას შევიკავეთ. ბატონო, რამდენი მინისტრი იქნება, ანუ აი თავის დროზე სხვათა შორის ბევრი კრიტიკა იყო გამოთქმული, რომ ძალიან დიდი სტრუქტურა გახდა შინაგან საქმეთა სამინისტრო და თქვათ უშუალოდ შევიდა რაღაცა დიდი რაღაცა ყველაფერი მასთან არის, ხო? აი ეს კონსტიტუციით იქნება განსაზღვრული, რამდენი სამინისტროა, რამდენი მინისტრია, როგორ გადანაწილდება ეს ყველაფერი, თუ ეს უკვე ცალკე იქნება კონსტიტუციის არ ამგონია რომ ეს იყოს კონსტიტუციური რეგულირების საგანი.
ეს შეიძლება პოლიტიკურმა დინამიკამ მოიტანოს მოთხოვნა, რომ ახალი სამინისტრო შეიქმნას და ამისთვის კონსტიტუციის ცვლილების შეტანა არ ამგონია მიზანშეწონილი იყოს. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვაფიქსირებთ, უბრალოდ ამოვიღეთ არსებული რედაქციიდან ის, რომ პრეზიდენტი ახორციელებს ზედამხედველობას და ემორჩილება მას აიძალოვანი სამინისტროები. არის მოსაზრება, თქვა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიას აქვს, რომ არ იყოს შერწყმული ერთად, ანუ ერთი უწყების სახით არ იყოს უშიშროება და პოლიცია. ეს სადავო საკითხი არის, ვინაიდან ახლა ყველა დამეთანხმება ალბათ ეს უწყება დღეს საქართველოში მაღალი რეიტინგით სარგებლობს. როგორც საქართველოში, ისე მე არ ვამბობ პოლიტიკურ მისაქმიანობას, ეს არ ვეხებია. ითვლება, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა იყო. საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება ჩვენთან, მე მგონი, კარგ დონეზე არის და ამიტომ ამ საკითხს არ ვეხებით ჩვენ. ბატონო, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც თქვენ ბრძანეთ, რომ რაც არ უნდა თქვათ, კარგად იყოს გადანაწილებული ან თვით შეკავება იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარეშე, ქვეყანაში სამართლიანობის განცდა არ იქნება და იგივე თქვათ, ქვეყანაში სტაბილურობისთვის აუცილებელია, რომ ადამიანები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თუ მას სახელმწიფო ან ვიღაცა დაჩაგრავს, ის წავა სასამართლოში და იქ საკუთარი უფლებების დაცვის საშუალება ექნება. რა დამატებითი გარანტიები უნდა ჩაიდოს, რომ მოსამართლეები მართლაც დამოუკიდებლები იყვნენ და ახლა კი არის, რომ ტელეფონი დარეკვა არ შეიძლება, ის არ შეიძლება, მაგრამ განცდა იგივე პოლიციისგან გასხოვებით, ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ საკმაოდ დაბალია, რაც ჩემი აზრით ძალიან ცუდია. სასამართლო როგორ უნდა გაძლიერდეს, აი კონსტიტუციის პროექტით არის რამე განსაკუთრებული ჩადებული? თამარ, არ დაგიმალავ, ჩემი იდეალი არის საქართველოს ოდესღაც გახდეს მოსამართლეთა სახელმწიფო. ისეთი როგორც არის შეერთებული შტატები. იქ პოლიტიკოსებს სერიოზულად არავინ არ უყურებს, მოსამართლეები არის თავი. ინსტიტუციურად ძნელია რაღაცა ისეთი მოიგონო, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლეთა რეალურ დამოუკიდებლობას. ეს ძირითადად მაინც ორ ფაქტორთან არის დაკავშირებული. ერთი არის პოლიტიკური ნება სახელმწიფოსი და მეორე არის საკადრო რესურსი. მოსამართლეთა კორპუსის საკადრო რესურსი. მაგრამ, რაღაც ღონისძიებები ჩვენ გავატარეთ, პროცედურულიც არის ცვლილებების შეტანილი კონსტიტუციაში, მაგრამ თავარი მაინც ის არის, რომ დამოუკიდებლობის გარანტიის უზრუნველყოფ ერთ საშუალებად ჩვენ ვთვლით მოსამართლის უვადოთ არჩევას. ეს ჩადებული გვაქვს ჩვენ უკვე. მოსამართლე საპენსიო ასაკამდე იქნება არჩეული უვადოთ. თუმცა ბატონო, აქვე გავიხსენებ თქვათ ისევ ჩვენს ცხოვრებიდან მაგალითებს, როდესაც უზენაეს სასამართლოში, ძალიან ბევრ სასამართლოში უცებ ყველამ დაიწყო განცხადებების წერა საკუთარი ნებით მიდიოდნენ პარლამენტიდან, მხოლოდ უკაცრავად სასამართლოდან მხოლოდ 2 თუ 3 მოსამართლე იყო, რომელმაც თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენება სცადა და უნდოდა პარლამენტისთვის მიემართა და ეს უფლება მათ არ მისცეს. აქაც ხომ არ იქნება შესაძლებელი, რომ კი არის მუდმივად დანიშნული, მაგრამ რაღაცის გამო თავად თქვას უარი. როგორ უნდა შეირჩეს მოსამართლე, რომ მართლაც პრინციპულიც იყოს, დაცულიც იყოს, თქვენ ახსენეთ კადრები. ვადა მოსამართლეთ მუშაობის აიწევა ოდნავ მაინც, იმიტომ რომ ძალიან ახალგაზრდებსაც შეუძლია დღეს მოსამართლეები იყვნენ კონსტიტუციით თუ არ ვცდები. ასაკობრივ ცენს გულისხმობ. ხო, ჩვენ მივახციეთ იმას, ჩვენ გვინდოდა გვესესხა საზოგადოებრივი კომისიისაგან კარიერული მოსამართლის ინსტიტუტი. ნაწილობრივ მხოლოდ მივახციეთ ამას. პირველი ინსტანციის მოსამართლე შეიძლება გახდეს მხოლოდ 30 წელს მიღწეული ასაკს მიღწეული პიროვნება. აქამდე 28 წელი იყო. 30 წელი ეს არ მგონია მაინც დამაკმაყოფილებელი იყოს, მაგრამ ესაც კარგი არის, რომ ჩვენ ავწიეთ დავუბრუნდით 30 წლის ასაკს. რაც შეეხება კარიერულ მოსამართლეებს, აქ ჯერჯერობით აზრი საბოლოოდ არ აქვს ჩამოყალიბებული. ეს საკითხი დადგება, ჩვენ კენჭაც უყრით ამას, ცალკე გერმანიაშიც გვექნება ამაზე მსჯელობა, მაგრამ საზოგადოების აზრიც გვაინტერესებს. ამისათვის ჩვენ ახლა უახლოეს კვირას, მომავალ კვირას გავდივართ მთელ საქართველოში.
თელ საქართველოში გადის საკონსტიტუციო კომისია, უკვე რეალური პროექტი, ბროშურის სახით წინასწარ დაურიგებთ მოსახლეობას და მათი აზრიც გვაინტერესებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვერ შევხვდებით, მაგრამ ფოკუს ჯგუფები გვეყოლება. აქტიური მოქალაქეების აზრი გვაინტერესებს. ნახოთ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში.